გამარჯობათ. კვირის განმავლობაში შოუ ბიზნესში მომხდარი სიახლეებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი. როგორც მოსალოდნელი იყო დათო ხუჯაძის კონცერტმა სპორტის სასახლეში სრული ანშლაგით ჩაიარა. ქართველი თინეიჯერი გოგონების სათაყვანებელ კერპს დარბაზის მხრიდან სასიყვარულო ფრაზებისა და ჟესტების სიმცირე ნამდვილად არ უგრძნია. მოკლედ დათო ისევ თავის სიმაღლეზეა და ქართველი მამაკაცური სიმბოლოს განსახიერებად რჩება. Zato ნამდვილად თუ გითხრით საჩამოსულიყო უნდა მოსულიყო 17-ში შარშანაც ვიყავი დათოს კონცერტზე. ტელევიზორში ვიქნები? გუში შევიძინე მე და გამომაცალე ჯიბიდან. აი ხელზე ვიყიდე მოჭრილიყო თუნ ეს. აი ეს მეჭვი არ მეპარებოდა რომ დათოს თაყვანისმცემლები გაავსებდნენ ამ დარბაზს და კიდევ მინდა უთხრა იმ ჩვენ მეგობრებს რომლებიც გვერდზე დაგვიდგნენ ძალიან დიდი მადლობა. ამდენმა ხალხმა ამ ცივ ზამთრიან დღეს თავი მოიყარა ამ დარბაზში იმისათვის რომ დააფასოს ნატო დუმბაძის შრომა და პატივისცეს დათო ხუჯაძეს თავიანთ კუბირს რომელიც თავისი მონაცემების გამო ამას იმსახურებს. საჯარო ბიბლიოთეკაში ვილჰელმ ფონ ჰუმბერტის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ამ ბიბლიოთეკას ის შარმი აქვს, რომ აქ წიგნის არა მხოლოდ ადგილზე წაკითხვა, არამედ სახლში გატანაც არის შესაძლებელი. პრეზენტაცია საქართველოს განათლების მინისტრი და რა თქმა უნდა გერმანიის მთელი მოსახლეობის ის ნაწილი ესწრებოდა, ვინც დღეს საქართველოში მოღვაწეობს. თამუნა ინგოროყვა საფრანგეთში ლაგერფილდის გალერეის სტილისტად და ნინა რიჩის მთავარი დიზაინერის მთავარ ასისტენტად მუშაობდა. პარალელურად ის პარიზის საერთაშორისო მოდის სკოლაში სწავლობდა. ახლა თამუნამ სწავლა დაამთავრა და საქართველოში დაბრუნდა საკუთარი სავაჭრო მარკის შექმნის მიზნით. ამ ეტაპზე თამუნამ პრეს-ლანჩი მოაწყო. 20 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრში 2003 წლის გაზაფხულ ზაფხულის მოდელების ჩვენებას გეგმავს. შეგინდათ შეშები ალიონია ინტერესებს ოთახი სამუშო. განსასმელი ხოებით კი გაიგდება. გაგეცნობით მე ვარ ეკა კუპრეიშვილი, თამუნა ინგოროყვას მოდის სახლის მენეჯერი. დიპლომის დაცვის შემდეგ მუშაობდი პარიზში და უბრალოდ თბილისში ვცხოვრობ და ჩამოვედი თბილისში და თბილისში დაბადებული. თქვენ დაგირიგდათ ბუკლეტები, სადაც დაწვრილებით ინფორმაცია შეიტყობთ თამუნას პარიზში მოღვაწეობის შესახებ და თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ. ეს კერძოდ არის შექმნილი აი ამ დროისთვის, რომ გაიხსნას მაღაზია და წარმოდგენილი იქნას ჩვენება. გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები, უფრო სწორედ, რომელიც ისევ და ისევ დაკავშირებულია პარიზთან. მე არ გამომჩეს მაიერ ხოთაში მაშინ ორი წუთით და გაგაჭა, ხო? მოგეცეთ მოსაწყვეტი. წინა გამოშვებებში ჩვენ უკვე გითხარით, რომ საქართველოში მოყვარულ ფოტოგრაფთა კონკურსი ქოლგა ტარდება. დაახლოებით 1000 ფოტოდან ჟიურიმ 55 აარჩია. გამარჯვებულის ვინაობას 20 დეკემბერს შევიტყობთ. ათასამდე ფოტო, 1000 ნამუშევარი. ამ ნამუშევრებიდან 55 ფოტოს ამოშევდა და სულ გასულია. ამ გამომდინარე მოხდა ისე რომ აი ჩადოხმეს შეგეძლება შეაფასოს. თემურ ცხილაძემ ჯგუფ ფლეშთან ერთად ახალი სიმღერა ჩაწერა. ამ სიმღერას მსმენელი 20 დეკემბერს მეტეხის Night Club-ში მოისმენს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ თემოს კონცერტს დაესწრება. ფლეშთან ერთად გავაკეთეთ ერთ ჩემი სიმღერა, რომელსაც ქვია ახალი წელი. Ну, რა თქმა უნდა, ზაფხულზე არა სიმღერა, ხო? სათაურიდან გამომდინარე, ახალი საახალწლო საჩუქარი გავუკეთეთ ჩვენ, რა ქვია, ფანებს, თუ ესე შეიძლება ითქვას. და არა მარტო ფანებს, მგონი ყველას რაღაც კაი ხასიათზე დააყენებს ეს სიმღერა და ამ სიმღერის პრეზენტაციას ვაკეთებთ 20 რიცხვში Night Club მეტეხში 11 საათზე თუ არ ვწდები. მგონი არ ვწდები. 11 საათზე ხო, კონცერტიც იქნება, იქ იქნება ჩემი კონცერტი, სოლო კონცერტი და პლუს აი ამ ახალი სიმღერის პრეზენტაცია ჯგუფ ფლეშთან ერთად. მოდით გელით. ცისფერ გალერეაში სტუდენტური სპექტაკლებისა და ფილმების ფესტივალის დებიუტის დახურვა შედგა.
რუსეთისათვის საუკეთესო დიპლომს გადასცემს მურმან ჯინორია. ბედნიერება იქნება რომ თუ ამ კადრებს შევინახავ და 10 წლის მერე ვნახავ თუ რა საიმედო ძალა შეემატება აი ამ ახალგაზრდების სახით ჩვენ ხელოვნებას. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩვენმა სტუდკავშირმა ასეთი შემოქმედებითი და ნამდვილი თავის საქმე გააკეთა, რასაც ქვია ჩვენ მხოლოდ მატერიალურად ავეხმარეთ და მორალურად უჭერდით ხარს, სრულიად დამოუკიდებლად ჩაატარეს ძალიან დიდი ფესტივალი. დიდი მადლობა ჟიურის იმისთვის რომ დააფასა, კი არა დაინახა ბატონი გიორგის, ბატონი ალეკოს, ქალბატონი თიკას და ჩემიც მუშაობა. ერთი რამის თქმა შემიძლია მარტო აი დიდი მადლობა ყველა, აი ვინც ეს დააფუძნა და აი ეს დიდი ბედნიერება გვაჩვენეს. 15 ოქტომბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში წითელი ჯვრისა და ბრიტანელთა საერთაშორისო ორგანიზაცია სამარიტიანელთა ქისას ეგიდით საქველმოქმედო კონცერტი შედგა. კონცერტი მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებისთვის ჩატარდა. თბილისში დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას წითელ ოჯახმა ყველას დაასწრო და აღმოჩნდა პირველი საშობაო საღამო. ამ სისავსით, ამ დიდი დღესასწაულით მინდა რომ ჩვენმა ერმა, ჩვენმა ბრწყინვალე საქართველო, ჩვენმა ქვეყანამ სუმთლიანად განიცადოს ის დიდი სიხაული დამდეგი შობა ახალი წლისა. Мы все приехали из Англии и Ирландии. რა თქმა უნდა რომ გაგზავნებით აქედან ულამაზე საჩუქრებს მიიღებთ თქვენი თანატოლების მიერ გამოგზავნეს, აი ახლა ნელა ნელდება პარტერი, უფრო მეტად ინთება სცენა და სცენაზე მე თვალწინ და მეხატება არ ვაპირებდი სიჯაბურის პიალი სოცხლო უფლის ტელევიზია არ ჩამოსული, არის 16 კაციანი ჯგუფი, ჩამოყვნენ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გააშუქონ. იქ თუ რა ქველმოქმედებას ატარებენ ესენი ეს სამარიტანელთა ქისა და ამისთვის არიან და გააშუქებენ და დღეს ვიყავით უკვე მოედანი ჰქონდა ჩამოტანილი ბავშვებისათვის. ეს არის ის მაიაკოვსკის ძეგლის უკან არის ასეთი მოედანი გაკეთებული, რომელიც შარშან ჩამოიტანეს და ადგეს უპატრონო და ლტოლვილი ბავშვებისათვის. არა, გენაცვალე ბილეთზე ჩვენ ბილეთის რა. ერთი